ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა წამყვანმა ნავთობკომპანია Exxon-მა შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული რუსული ნავთობგიგანტის ლუკოილის საერთაშორისო აქტივების შეძენის სურვილი გამოთქვა. ამ ნაბიჯით ის გახდა რიგით მეორე ამერიკული ენერგოგიგანტი, რომელიც ლუკოილისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსული კომპანიის უცხოური აქტივების შეძენის სურვილი შევრონმაც დააფიქსირა, როგორც Reuters წერს, Exxon-ი ამჟამად ლუკოილის ყაზახეთში, კარჩაგანაკსა და თენგიზში მდებარე ნავთობის საბადოებით არის დაინტერესებული. გუსტავ კლიმტის ელიზაბეტ ლუდერერის პორტრეტი სოტბის აუქციონზე 236 მილიონად გაიყიდა. ეს ნახატი მსოფლიოში აუქციონზე გაყიდული მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი გახდა, ხოლო სოტბის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ლოტი. ელიზაბეტ ლუდერერის თქმით, 2 მეტრიანი პორტრეტი კლიმტმა 1914-16 წლებში დახატა. მეორე მსოფლიო ომის დროს ნახატი ნაცისტების მიერ მითვისებულ ხელოვნების ნიმუშებს შორის აღმოჩნდა და ხანძარს სასწაულად გადაურჩა. 1958 წელს ის ლუდერერების ოჯახს დაუბრუნდა და მათთან 1983 წლამდე დარჩა. 1985 წლიდან ის ლაუდერის მფლობელის ლეონარდ ლაუდერის კოლექციის ნაწილი იყო და მისი ნახვის შესაძლებლობა დღემდე იშვიათად თუ ჰქონია პუბლიკას. სოტბის აუქციონო სახლის მოლოდინები, რომ ოქროს უნიტაზი სენსაციურად ძვირად გაიყიდებოდა, ვერ გამართლდა. მაურიციო კატელანის 18 კარატიანი ოქროს 100 კილოიანი უნიტაზი სულ რაღაც 12 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. უნიტაზის სახელწოდებით ამერიკას საბოლოო ღირებულება აუქციონზე 10 მილიონი დოლარი იყო, რასაც 2 მილიონი დოლარის საკომისიო დაემატა. საინტერესოა, რომ აუქციონზე უნიტაზის ყიდვის მსურველი მხოლოდ ერთი ადამიანი იყო და ერთადერთი ბიდით გაიყიდა. ის აუქციონამდე ნიუ-იორკში სოტბის ახალ სათავო ოფისში იყო დამონტაჟებული და მისი ნახვა ვიზიტორებს უფასოდ შეეძლოთ. ლუვრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კამპანას გალერეა დროებით იხურება. აუდიტმა გალერეის ჭერის და ზედა სართულის იატაკის საყრდენი კონსტრუქციის სტრუქტურული სისუსტეები გამოავლინა, რამაც მისი ჩამონგრევის საფრთხე შექმნა. ლუვრის მუზეუმმა განაცხადა, რომ გალერეას მას შემდეგ ხურავს, რაც აუდიტმა შენობაში არსებულ ზოგიერთ საყრდენ კონსტრუქციას სტრუქტურული სისუსტეები აღმოუჩინა. კამპანას გალერეა 1825 წელს აშენდა და მას სარემონტო სამუშაოები 1963 წელს ჩაუტარდა. ლუვრის ამ ნაწილში ძველი ბერძნული კერამიკის 9 ოთახია განთავსებული. სივრცე იქნება შენობის კონსტრუქციის შემოწმების პერიოდში. გალერეის დახურის შესახებ განცხადება არ უკავშირდება მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი მუზეუმის ბოლოდროინდელ ძარცვას, თუმცა კიდევ ერთი არასასიამოვნო ამბავია დაწესებულებისთვის, რომელიც საფრანგეთში უსაფრთხოების სისტემის ხარვეზების გამო მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა. ფრანგული მედიის თანახმად, ლუვრის უსაფრთხოების სისტემის და შენობის სტრუქტურული პრობლემების შესახებ ჯერ კიდევ 10 წლის წინ ჩატარებული აუდიტიდან იყო ცნობილი. ამის შესახებ ლუვრის დირექტორის მიერ საფრანგეთის კულტურის მინისტრისთვის გაგზავნილ კონფიდენციალურ წერილშიცაა საუბარი, თუმცა მუზეუმი რაიმე სახის ფართომასშტაბიანი სამუშაოების ჩატარებისგან თავს იკავებდა, რადგან ლუვრის დაკეტვა თუნდაც მოკლე ხნით ფინანსურად წამგებიანი იქნებოდა. ელ-სალვადორის ეროვნულმა ხაზინამ 100 მილიონი დოლარის ღირებულების 1100-მდე ბიტკოინი შეიძინა. ოფიციალური ინფორმაციით სახელმწიფო რეზერვში ამჟამად 7500-მდე ბიტკოინი ინახება, რაც ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური სტაბილურობის გარანტს წარმოადგენს. ცნობისთვის ელ-სალვადორი მსოფლიოს პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად და საგადასახადო საშუალებად მიიღო. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Strategy-მ დამატებითი რაოდენობით ბიტკოინის შესაძენად ინვესტორების მხრიდან 895 მილიონი დოლარის ვალი აიღო და კრიპტოაქტივში ინვესტიცია გაზარდა. ამჟამად Strategy ბიტკოინის მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია. საერთო ჯამში კომპანია 650.000-მდე ბიტკოინს ფლობს, პორტფელის საერთო შეფასება კი 72 მილიარდ დოლარს აღწევს. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, MicroStrategy-ს ბიტკოინზე თითქმის 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანია ბიტკოინის გლობალური მიწოდების 2.5%-ს ფლობს, ანუ ის კრიპტოაქტივის ყველაზე მსხვილი მფლობელია. 2025 წლის დუბაის საავიაციო შოუზე Fly Dubai-სა და Airbus შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი სახელმწიფო საავიაციო კომპანია ამერიკული კომპანიისგან 150 RTL 100-321 Neo ტიპის თვითმფრინავს შეიძენს. ამ გარიგების მოცულობა კი 24 მილიარდი დოლარი იქნება. არსებული ინფორმაციით, ევროპული კომპანია Fly Dubai-ისთვის ხომალდების გადაცემას 2031 წლიდან დაეწყებს. აღსანიშნავია, რომ Fly Dubai-მ Airbus-თან კონტრაქტი არსებობის ისტორიაში პირველად გააფორმა. აქამდე კომპანია Boeing-ის აქტიური დამკვეთი იყო და საკუთარი საჰაერო ფლოტით სწორედ ამერიკული საავიაციო კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდებისგან ჰქონდა დაკომპლექტებული. როგორც Fly Dubai-ის აღმასრულებელი დირექტორი ღაით ალ-ღაიტი აცხადებს, გადაწყვეტილების მიზეზი ევროპული კომპანიის მიერ შემოთავაზებული ხომალდების ხელმისაწვდომი ფასი, ზომა და მოცულობა გახდა. თუმცა ღაიტმა Boeing-თან თანამშრომლობის მომავალში გაგრძელება არ გამორიცხა.